ადგილობრივი და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით სახელმწიფოსთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს სულ უფრო მეტად იმყარებს, მასშტაბური პროექტები კი აქტიურ ფაზაშია მცხეთა-მთიანეთში. პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. თამარ ჩიკვატიას რეპორტაჟი. სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარებით საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს სულ უფრო მეტად იმყარებს. აქტიურ ფაზაშია ქვეშეთიკობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის და გვირაბების მშენებლობა. 23 კილომეტრიანი მონაკვეთის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. რეაბილიტაცია utardeba 1 ხიდს. სრულად გაჭრილია 9 კილომეტრიანი მთავარი გვირაბი. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა არის გარკვეული ხარვეზები და კონტრაქტორი ამ ხარვეზებს ყველაფერს გამოასწორებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუდაურის გზა ზამთრის სეზონისთვის უკვე გახსნილი იქნება, თუმცა შემდგომ მონაკვეთს საკმაოდ სერიოზული საინჟინრო კონსტრუქციაა და ამიტომ შემდეგი მონაკვეთი დასრულდება 28 წლის ბოლოსთვის. გრძელდება კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ფასანაურის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2 ეტაპად მიმდინარეობს. დაიგება ახალი ასფალტი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 ხიდს და გაკეთდება დამცავი კედლები. აღნიშნულ პროექტში გათვალისწინებულია 9 სახიდე ნაგებობის რეაბილიტაცია, 15 საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, ამავდროულად აღნიშნული საფარის სრულად გამოცვლა. იწყება ახალი საგზაო პროექტიც არშა-სტეფანწმინდა, რომელიც 4 ხიდსა და 2 სატრანსპორტო კვანძს გააერთიანებს. ახალი გზა გაზრდის გამტარუნარიანობას და გაამარტივებს გადაადგილებას მთელს მუნიციპალიტეტში. კაცრი კლიმატურ პირობებში უწევს აქ მოსახლეობას ცხოვრება და ამიტომ მეტად მნიშვნელოვანი არის გამართული ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარი არის უფრო მეტად გაჯანსაღებული და ყველაზე მთავარი კომფორტული გარემოს შექმნა. რეგიონში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. მთავრობის დაფინანსებით სტეფანწმინდაში რაგბის თანამედროვე ტექნიკური ცენტრი მოეწყობა, რომელიც ხელოვნურ საფარიან სტადიონს და სპორტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს. აშენდება 250 ადგილიანი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი. კომპლექსი ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტის სახეობებში, სხვადასხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელშეუწყობს დაბაში და ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, ესე ვთქვათ, ჩართულობას. დაიწყო რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ტექნიკური ცენტრი იქნება 300 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტებით. ადგილობრივი და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება.